საცოლე, გასათხოვარი, საცოლე და მე ვიცი ზუსტად თქვენ რა ფერ ავტომობილს აირჩევდით. Ani თეთრი ფერი, დათო მაინც ხო ისი სენაქსკია და შავი ფერი. მარტვილში არის მოკრე ასფალტი, შეხედეთ. მოკრე ასფალტი. შენ თბილისში ხარ ბიძია, ხო? შენ აი ამ მანქანას აგირჩევდი? შენ რა გინდა ბიჭო? შენ რომელი გინდა მითხარი? შენც როგორც სუფთა სისხლის მეგრელი შავი ავტომობილი. მათე მოტორს გაუმაჯოს. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დათო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. Ani ჩვენს კომპანიაში კიდევ მორიგი დიდი პარტია BYD Song Plus-ი შემოვიდა. მოდი ახლა ჩვენ რეალურად დავუხსნათ მოსახლეობას, რადგან მე ადრე ვამბობდი რომ ჯერ ადრეა ელექტრომობილი, რატო ვამბობ რომ მოვიდა უკვე ამის დრო, ხო? უყურეთ, მოდი დავიწყოთ. რა არის ელექტრომობილი? რატომ უნდა შეიძინოს ადამიანმა ელექტრომობილი და უფრო გავარკვიოთ მოსახლეობა? მე მინდა უთხრა მოსახლეობას რომ მე პირადად ვერ წარმომედგინა ვერაზროს მე პირადად თუ ელექტრომობილით ვივლიდი. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ გვიყურებს ნახევარი მსოფლიო და ჩვენი ჯერა ადამიანებს. და თუ ჩვენი ჯერა ზუსტად ისე უნდა აუხსნათ თქვენ ხართ გაყიდვების მენეჯერები და ზუსტად ისე უნდა აუხსნათ და დაარწმუნოთ თუ რატომ უნდა იყიდოს ელექტრომობილი და BYD. მინდა მოსახლეობას აუხსნა რომ BYD დღეს გახდა მსოფლიო ბრენდი, გაყიდვებში ალბათ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც Tesla-ს უკვე გადაუსწრო და თელს ევროპაში იყიდება. ეს ავტომობილი, რომელსაც ჩვენ ახლა გიჩვენებთ, ეს ავტომობილი არის ევროპული ვარიანტი, ევროპისთვის დამზადებული. ერთადერთი ავტომობილი, რომელიც არის უმაღლეს დონეზე გამოცდილი და ევროპამ აღიარა, რომ ამაზე უკეთესი ავტომობილი დღეს ელექტრომობილი არის, მაგრამ იშვიათია. ეს არის ეს მოდელი და ეს არის BYD Song Plus. Song Plus. აი უყურეთ როგორ არის. ადამიანებს ჩვენი ჯერა და ჩვენ უნდა აუხსნათ თუ რატომ უნდა შეიძინოს ელექტრომობილი, ხო? Ani, უყურე როგორ არის. პირველი ავტომობილი, პირველი საქართველოში შემოვიდა და შემოიყვანა სენაკელმა კაცმა. და ამ სენაკელმა კაცმა პირველი ავტომობილი გაარეკლამა სენაკში. სადაც ბაბუაშენი დაიბადა, იმ ქალაქში შემოვიდა პირველი ავტომობილი და ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა სენაკელებისთვის არის საამაყო და იქნება ყოველთვის და ისტორიაში დარჩა ეს როგორც პირველი ავტომობილი. ახლა გავაგრძელოთ. რატომ უნდა ვიყიდოთ ელექტრომობილი? უყურეთ, მეც ვიძახოდი თავიდან რომ ვერ შევეგუები ელექტრომობილს, მაგრამ ძალიან მოკლე დრო დაჭირდა ჩინელებს რომ დაემტკიცებიათ ჩემთვის რომ შენ გელა გადახვალ ელექტრომობილზე. და მე როცა ელექტრომობილზე დავჯექი და გავატარე ვიფიქრე რომ არა ეს სულ სხვა ავტომობილია. ერთი დღე ვიარე და ყველა ავტომობილი გავაჩერე და დღესაც 70% დავდივარ ელექტრომობილით. მე არ თქვას ახლა ადამიანებმა რომ შენო Range Rover-ით დადიხარ და მაიბახითო, მე დავდივარ ძირითადად სამსახურის ელექტრომობილით. ის ავტომობილები არის პირადი, ეს არის სამსახურის ავტომობილი. რატომ უნდა შეიძინონ ელექტრომობილი? ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ საქართველოში ერთადერთი
პირველები ვართ, რომლებმაც ელექტრომობილი საქართველოში შემოიყვანენ და ჩინეთის გზა გავხსენით. როგორც დუბაის გზა. დუბაი რა არის? დუბაიში არის გაუმბაჟებელი ზონა. ეს მე ვერ გავაგებიე ბევრს. იქ ავტომობილი არ ირწამოებანი. იქ არის გაუმბაჟებელი ზონა, როგორც არის ჩინეთში, როგორც არის თურქეთში, როგორც არის ამერიკაში და ერთ-ერთი დიდი არის ბელგიაში. გაუმბაჟებელ ზონაში მიყავთ ეს ავტომობილები მწარმოებლებს და იქიდან ყიდულობენ ის ადამიანები, ვინც აფორმებენ ხელშეკრულებას. რომელთანაც ჩვენ 30 წელია უკვე ხელშეკრულება გვაქვს დადებული და ვმუშაობთ. რაც შეეხება ჩინელებს, იცით ახლა ეს 2-3 წლის ამბავია, ჩინეთიდან ავტომობილები რო შემოვიდა, მაგრამ თქვენ ნახეთ. 3 წლის უკან სხვა იყო, 2 წლის უკანაც სულ სხვა იყო, მაგრამ მე მინდა გითხრათ და დაგარწმუნოთ კი არა, პასუხს ვაგებ ამ სიტყვაზე, მე 10 წლის უკან BYD-ს გამოფენაზე შევხვდი თურქეთში და ის ავტომობილების ვიზუალი არ მომწონდა. და ამიტომ არ გავაკეთე მაშინ დილერი, მაშინდელი ვიზიტკები ახლაც მაქვს. არ გავაკეთე, იმიტომ რომ ვიზუალი არ იყო კარგი. თან 1 თუ 2 იყო ელექტრო. აი დღეს უკვე ამ BYD-მა დაიპყრო მთელი მსოფლიო. წარმოიდგინე რატომ უნდა შევიძინო ელექტრომობილი თქვათ, იმიტომ რომ არის კარგი, არა ხმა და არის გამონაბოლქვი, ეკოლოგიურად არის უკეთესი რო არ არსებობს. ახლა ავიღოთ ეს ავტომობილი. აი ეს ავტომობილი რა არის? ეს ავტომობილი არის დღეს ყველაზე საუკეთესო ავტომობილი, რომელიც გადის რამდენს 5 კილომეტრს. 605 და თუ არ გაიარა აგე პასუხს. გააჩნია მძღოლს. მძღოლს გააჩნია? ბატონო. დათოსნაირი მძღოლი? 550-ს გაიგო. დათოსნაირი. ჩემნაირი 605-ს. ბატონო. მოდი. მინდა მივმართო მოსახლეობას. ჩვენ წუხელ გვიან შემოგვივიდა დაახლოებით 70 ავტომობილი. და 70 ავტომობილი ყველა არის 26 წლის მოდელი და მინდა გავაგებიო ადამიანებს. ზოგიერთი წერს მე 26 წელი არ არისო. უყურე როგორ არის. როცა არიცი, არც დაწერო და არც ვინმე შეცდომაში შეიყვანო. როცა გადაცდება 6 თვეს, ხო არის 12 თვე წელიწადში. 6 თვეს რო გადაცდება, მე საბუთში წერია ანი რომ ეს არის 26 წლის მოდელი. თორე 26 წელს კი არ ჩაგიწერენ, 26 წლის მოდელია. მაგრამ საბუთში ესე წერია. მოდი, აუხსნათ მოსახლეობას ახლა რა. რატომ უნდა მოვიდეს მათე მოტორში? იმიტომ უნდა მოვიდეს მათე მოტორში, რომ დღეს ვიტყვი მე ამ მანქანების შესახებ სრულ ინფორმაციას ნოგაცდით. თუ ჩვენზე უფრო იაფად სადმე ავტომობილი ნახეთ, ის იქნება 2 წლის ან 3 წლის ვაგებ პასუხს და ნახეთ მისი ბირკას რო ეძახიან ქართულად როგორ არის. დიახ, ჩვენც ბირკას ვეძახით. ხო, სანომრე ნიშანი თუ რაღაცა, ხო? აი როგორ არის იცით? მანქანა არის 2 წლის, მერე ზევით ამას აკრავე და ჩვეულებრივად აფორმებენ. გამიგე? მაგრამ და ამიტომ შეიძლება იყოს 100 ან 200 ან 500 დოლარი სადმე უფრო იაფი. კიდევ რა ხდება? ყველამ მოინდომა ამ ბიზნესში შემოსვლა. ხო ხედავთ? დიდი და პატარა დღეს ყველა ყიდის ავტომობილს. დიდი და პატარა ყველა ავტომობილს ყიდის, იცის, არ იცის. ადამიანს გადაუხდიან 20 ლარს, 50 ლარს და არის ის ავტომობილი. და ჩვენ რატო დავიწყეთ ეს? ჩვენ თვითონ პიარი ამ ავტომობილების. ჩვენთანაც ხომ მოვიდა ადამიანი. მითხარიო რა, გამანქანას და მე გამართული ქართულით ვიტყვიო. და ამიტომ ჩვენ უნდა გადაგვიხადა 5000 ლარი. ავდექით და ეს 5000 ლარი ჩვენ მოვიხმარეთ და ჩვენ ზუსტად დაუხსნით მოსახლეობას თუ რატომ უნდა იყიდოს ეს ავტომობილი, ხო? რაც შეეხება
წუხელს შემოვიდა ავტომობილები BYD, Song Plus-ი 605 კილომეტრიანი და ყავს ყველა ნაირი ფერი. აჩვენე გიო და ეს ავტომობილი არის ევროპული ვარიანტი. და ჩვენ ვაკეთებთ ფას დაკლებას. ფასი უნდა რეალური ფასი უნდა იყოს. მოგორეთ, ჩვენი ავტომობილის ფასი იყო 31500. ახლა ჩვენ ვყიდით 29900. ჩვენ ახლა გავყიდით 28500. ეს იქნება ჩვენი ბოლო ფასი. ჩვენ ვყიდით 28500, ჩემთან არავინ არ მოვიდეს. გავფრთხილებ დათო, ჩემთან არავინ არ მოუშვა. 28500 დოლარი, 26 წლის მოდელი და ეს იქნება 605 კილომეტრიანი. უმაღლესი კომპლექტაცია. კიდევ მინდა უთხრა მოსახლეობას. ამ ერთ ავტომობილს შეიძლება რაღაცა აიღურეთ. ჩვენ რო ვეძახით რომ აირბალიში ხო? აირბაქს რო ვეძახით. ან სხვა რამე რაღაცა სისტემა, აუდიო სისტემა. შეიძლება აუდიო სისტემა იყოს სხვა ფირმის და იყოს ერთი 1000-1500 დოლარი უფრო იაფი. ამიტომ ჩვენ ამ წუთას რა ავტომობილებით შემოვიყვანეთ, ეს არის ყველაზე კარგი ვერსია, ევროპული ვერსია, ევროპაში გასაგზავნი ავტომობილი და ეს ჩვენ ყავს 60 ავტომობილი უკვე წუხელ მივიღეთ. ახლა რაც შეეხება ვინ არის საქართველოში ქალბატონოვანი. ნახევარი საქართველო მანქანებს ყიდის და ბევრი კიდევ სხვადასხვა ჩინურ ავტომობილებს. ყველა იძახის დილერი ვარ. მე მინდა უთხრა მოსახლეობას. დილერი ის არის, ვინც ავტომობილს ყიდის, კარგ ავტომობილს და რო რამე გაუბუშდეს, გაუკეთებს და აძლევს გარანტიას. როგორც ასეთი, აი ამ სიტყვაზე პასუხს ვაგებრო. საქართველოში, აზერბაიჯანსა და ერევანში არ არის დილერი. დილერი არის ყველაზე ახლოს თურქეთში და არის ისრაელში. მეტი საქართველოში, ვიმეორებ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სასომხეთში BYD-ს დილერი არ აქვს. ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ხელშეკრულება შეიძლება დღეს ჩადი ხვალ, წადი და უთხარი, თვეში გაგიყიდი 50 მანქანასო. ეგრევე დაგიწერენ რომ კი ბატონო, აი მე შენ გაზლევ ავტომობილს, ბეჭეს დაგიტყამენ, მოგცემენ წაიყვანი და გაყიდე, მაგრამ როგორც ესეთი ექსკლუზიური დილერი არ არის. ამ სიტყვაზე ვაგებ პასუხს. და ის ვიღაცები რო იძახიან, არაფრის დილერი არ არიან. აი ესაა ზუსტად ტყვილი. მე ვერ ყიდიან ამ მანქანას და უყენიათ ქუჩა. და მე ზოგჯერ მოდის ხო მომხმარებელი თქვენ რამდენი გაგიგიათ რომ იცი რა იქ უფრო ცოტა იაფი ნახე და ის იაფი რო ნახე აგერ დგას ყველა გაფუჭებული. ქუჩა როგორ შეიძლება იყიდო ავტომობილი. მე ელექტრო ხო და მე იქნება პრობლემები. როგორეთ, მე მინდა უთხრა მოსახლეობას. ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ. ვყიდით ავტომობილს, რომელსაც პატრონი ყავს, რო რამე იყოს, მე შემიძლია ამდენი ავტომობილი მყავს და ჩაუნაცვლო. ეს შემთხვევა ყოფილა, მაგრამ ამ ავტომობილზე არა, სხვა ავტომობილზე იყო ესეთი შემთხვევა, ჩაუნაცვლეთ Volkswagen-ზე მე მგონი. ახლა რისი თქმა მინდა. ეს ავტომობილი არის ორი ვერსია. ერთი არის ელექტრო 100%-ით, მეორე არის ჰიბრიდს ეძახიან, ხო? მოდი დათო გამოიყვანება ან ისა. ჰიბრიდის ვერსია? მოდი ჰიბრიდი გამოიყვანე. კი ბატონო, არის ეს. და რისი თქმა მინდა. აი ყურე რა არის. ჰიბრიდი არის ცოტა ბენზინს წვავს. ცოტა ბენზინს წვავს 3-დან 4 ლიტრას მოწიე
კარგი იყოს. უყურეთ ახლა. ვიზუალი აჩვენეთ. ვიზუალი ოდნავ არის განსხვავება, აი ეს არის განსხვავება 26 წლის მოდელია და ეს არა აქვს თქვა ელექტროს. ეს არის ჰიბრიდის ავტომობილი, რომელიც დანარჩენი. მოდი აბა დაჯექი როგორ მოგიხდება. შეხედე რა სალონი აქვს. დაბრძანდით. წარმოიდგინეთ რა არა აქვს ავტომობილს, ხო? დათო. დიახ. რამე თუ არსებობს ყველაფერი აქვს, ხო? დიახ. ამ ფასში რატომ უნდა იყიდო ამერიკიდან მოყვანილი ავტომობილი, რომელიც ცხვირი მოტანილია დუბაიდან და მიდგმული და უკანა მხარე ამერიკიდან. რატო უნდა იყიდო, მე არ ვიცი, ჩემამდე ვერ დადის. ავტომობილი მობრძანდილია, ავტომობილი უნდა იყიდო ახალი და მე არ ვიცი, შეხედეთ. მანახეთ ნებისმიერი იაპონური ავტომობილი. მე ვარ პასუხისმგებელი, რასაც გეუბნებით. მანახეთ იაპონური ახლა სახელს არ დავასახელებ, არ შეიძლება. რო ყველაზე კარგ ავტომობილად ითვლება დღეს თბილისში. და მოდი ესე გააღე, კარი, შეხედე. და ესე დაკეტე. შეხედე, ეს იკეტება როგორც მე არ ვიცი რა. ეს არის ხარისხი უმაღლესი. ნამდვილად, ეთანხმებით. რაც შეეხება ვიზუალს უკანა მხარეს შეხედეთ, არის ძალიან მაგარი. შეხედეთ. მოყვება დამტენები. დათო, მოყვება დამტენი. სამი ტიპის დამტენი და სამონტაჟებელი, ასევე სახლში შესაერთებელი, შტემსელში იტენება სწრაფი დამუხტვით. ეს ავტომობილი ჰიბრიდები, დატენვადი ჰიბრიდია და შეგვიძლია დავტენოთ 150 კილომეტრი გავიაროთ ერთი დამუხტვით. მინდა საქართველოს მოსახლეობას მივმართო. კიდევ გემეორებთ, ჩვენს პროფილაქტიკაში ამერიკიდან შემოყვანილი ასობით ავტომობილია. უკანა მხარე არის ამერიკული მანქანა, ცხვირი მოაქვს დუბაიდან და გამოდის მანქანა, ხო? მე იძახიან, რატო ხდება ავარია? იმიტომ ხდება ავარია, რომ შენ კარგად იცი ახლა, მანქანა იცი კარგად. სამუხრუჭე სისტემა ვერასდროს ისე ვერ იმუშავებს, როგორიც ორიგინალი და რადნო ის რო იძახიან, ხო? ქარხნული. იქნება ისე, არასდროს არ იქნება. ეს მოწიეთ უკან და გამოიყვან ელექტრო. ამიტომ მინდა უთხრა მოსახლეობას. მე ვიცი, იმიტომ რომ ჩვენს პროფილაქტიკაშიც აკეთებენ ადამიანებს, რომლებსაც მოყავთ. და ეს არასტორია, როგორ შეიძლება ავტომობილი იყოს გადაჭრილი, თან როგორ არის იგიო. რომელი ავტომობილიც მოდის, არცეც არ მოყვება ეს 100%-ით რო იცოდე, ჩანაძირია თუ არ არის ჩანაძირი. ადამიანი შიგნით მკვდარია თუ არა, ხო? არ იციან. აქედან გამომდინარე, რატო უნდა წახვიდე რისკზე? რისკი მაღალია მართლა. რისკი არის მაღალი, ხო? 10%-ში მაინც ხო მკვდარი ადამიანი. თქვათ, 20% ხო ჩანაძირია. ბევრი ჩამოდის ისეთი, რომელსაც ნაკლები უწერია დაზიანება და ბევრად მეტი რაღაცა აღმოჩნდება დაზიანებული. უყურე, ეს არის მათემოტორსის ჩვენი დამტენი. 70% ელექტრომობილების იტენება ამით. 10 მეტრიანი გაქვს კაბელი. რაც თავარია ნებისმიერი დენზე შეერთებ ჩვეულებრივზე, რა ეს შეგიერთებია რა უთო, ხო? ეს არის ჩვენი ბრენდი. ეს კიდევ არის BYD-ის, რომელსაც მოყვება 3 დამტენი. ახლა რაც შეეხება ამ ავტომობილს, ეს ყველა მიცის დღეს, ხო? ეს ავტომობილი ჩვენ ძალიან ბევრი გავყიდეთ. ხო არ გინდა დარჩენა? მოგზანდით? განსხვავება არაფერი არ არის. ელექტრო და ბენზინი, ყველაფერი, რასაც ეძახიან, ზარა, ყველაფერი არის ერთი და იგივე, უბრალოდ ეს არის სრულად ელექტრო 100%-ით, ის არის ჰიბრიდს რო ეძახი. დანარჩენი, აბა გიო მოდი, ნახოთ აბა უკანა მხარე. უკანა მხარე ნახოთ, შეხედეთ.
ამასაც თავისი დამტენები, აქ ეს მოყვება ზევით გასაკეთებელი, სიდენიები ყველა წინ გადადის, ყოველ დღე აუმჯობესებენ გიო, ყოველ დღე ეს ავტომობილები უმჯობესდება. აქეთ როგორ არის დათო კამერები? 360 გრადუსი ხედვის კამერა, სენსორებით, ამ ავტომობილს შეუძლია ავტოპარკირება. თავისით აპარკინგებს ისი აქვს განვითარებული ყველა სისტემა. ახლა რო გაუშვათ ეს ავტომობილი, სადაც ნახავს პარკინგს, იქ თავისით პარკინგს. მოდი, მოიწიე დათო, მოდით ბიჭებო. კიდევ ერთჯერ მივმართოთ საქართველოს მოსახლეობას. ძირითადად საქართველოში დღეს მათემოტორსი ყიდის ელექტრომობილს და ჩვენ ამის ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს. ყავს ავტომობილები, რომლებსაც თქვენ ვისაც მოეწონება ათხოვებთ, გაისეირნებენ, გაივლიან, მოეწონება. ტესტ-დრაივისთვის კი ბატონო, დაიტოვებენ თუ არა და მოიყვანებენ. მაგრამ მინდა ურჩიო, რომ მოსახლეობას, რომ ჩათვალეთ ანი 2 წელიწადში 2-3 წელიწადში ჩათვალეთ ნახევარ მსოფლიოში იქნება ელექტრომობილი და საქართველოში იქნება 3 წელიწადში 70% თუ არ იქნება ხელის შეშლა და ეს იქნება ძალიან კარგი. ყველა მიმართულებით კარგია, იმიტომ რატომ ახლა ვერ ახსნი. ყველა მისის ახლა რატომ არის ელექტრომობილი კარგი, ხო? სოფელში თუ ქალაქში. წამობრძანდით, ჩვენ ძალიან ბლომად ყავს ეს მანქანები და ხვალიდან ჩვენ ველოდებით ჩვენს მომხმარებელს და მინდა კიდევ ერთჯერ გავიმეორო, რომ შეიძინეთ ახალი ავტომობილი გარანტიით და აგრეთვე განვადებით. თქვენ ხო ესე უხსნით მომხმარებელს. მომხმარებელი რომ მოდის 80% ფული მაინც რომ გქონდეს, მაინც უნდათ განვადებით. განვადებაც არის, ლიზინგიც არის და რავი, რამე თუ შანსი არსებობს, რომ მომხმარებელმა ავტომობილი შეიძინოს და ეს იყოს ნორმალურ ფასში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დღეს მათემოტორში და მით უმეტეს ელექტრომობილი. რაც შეეხება ანი ესეთი რამე გავაკეთეთ ჩვენ უკვე დავიწყეთ. აი მაგალითად განვადება გვაქვს ეს ერთი. მეორე, მაგალითად ჩვენ ყავს $10,000 შეფასებული ავტომობილი. დათო, მოყავთ, იბარებთ, სხვაობას გიხდიან და მიყავს ახალი ავტომობილი. ეს არის ძალიან კარგი. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც თქვენ ავტომობილები მიყიდეთ და კიდევ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ყიდვა და რაღაცის გამო თავს იკავებენ. ხვალიდან მობრძანდით, ჩვენ ყავს ელექტრომობილი BYD-ის 70 ერთეული 26 წლის მოდელი და მათემოტორში 100%-ით იქნებით კმაყოფილი. აბა გისურვებთ წარმატებას და გელოდებით.